როგორ მიყვარს რომ იცოდეთ გოგოებო უკვე რომ მოვიმარაგებ და ემეებს რომ მოვიტან ხოლმე. ერთიანად კაია, მაგრამ არ გამოდის ერთიანად მაინც ყოველდღე რაღაცაზე მაინც მიწევს გასვლა. ტკბილეულს აღარ ვყიდულობ, წვენებსაც ყოველდღე არ ვყიდულობ. მათ ემაიღო უკვე თავისი. პატარებს ვყიდულობ, ისიც ყოველდღე არა. ამას გავუტანე ხოლმე მოვალ ეს მიკაცია. ხო, კიდე რა ვიყიდე, ბევრი არაფერი, ისეთი საჭმელი. ყოველდღე რაც გვჭირდება, რასაც ქვია საჭმელი და არა ტკბილეული და რაღაცა ისეთები, რაშიც ფული ძალიან იხარჯება გოგოებს საერთაშორისო. კვერცხი ვიყიდე, აქ არის კარტოფილი. მხოლოდ კარტოფილი, მეტი არაფერი რა. აი ეს მთხოვა ძალიან, დღეს რაღაც ესეთი დღეა წვენი, ეს ძალიან მთხოვა შემახვეწა. ბრინჯი ვიყიდე, ლობიო ვიყიდე. ბრინჯი, ლობიო, კარტოფილი და საპნები. ბავშვისა და ხელის ჩვეულებრივი საკვები. აი ესენი იყო 25 ლარისა. 21 ლარისა სულ. და ვიყიდე ვეული ჩემთვის ვეული მჭირდება. ვეღლები ისე მალმალმევა თითქოს სკოლაში ვსწავლობდი. აი ესეთი ყვითელზე ამ ბოლო დროს გოგოებო არ ვიცი რა. არ ვიცი რა გითხრათ. აი ძალიან მომწონს ყვითელი ფერი. ყველაფერი შემიყვარდა, ყვითელი ფერი საერთოდ არ მიყვარდა ადრე. საერთოდ ძალიან იცვლება თურმე გემოვნება. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ როგორ ლამაზია ვეული ავარდში თავის კალამთან ერთად შევუხამე კალამი. ესე ძალიან არც მიფიქრია, მაგრამ დაემთხვა კიდევ. ავედი ახლა ეს მოიხარშა უკვე ხა ეს უნდა გავწუქნე გოგოებო. გავხეხო და არაჟანთან ერთად გავაკეთო. არაჟანი მარილი ის დამავიწყდა, უნდა მეყიდა და დამავიწყდა. რა ქვია? პანი ხახო, მაგრამ არ ხავს. და ნიურიც არ მაქვს. რო გადავალ. გავხეხე გოგოებო, მე ხახო გავხეხე ერთი ცალი, მარილი დავაყარე. ეხლა ცოტა პაპრიკას დავაყრი, ეს არ არის მწარე წიწაკა. ესე. და მინდა დავამატო არაჟანი. ეხლა დავამატოთ არაჟანი. ერთი. და ესეც ორი. კარგად მოურევ ახლა. რა ვიცი, ნიური არც მიყვარს მე ჭარხალთან ერთად. ორი ერთი ცალი დამრჩენია, ნახეთ. დასახეხია. ასე. გავსინჯა. მეტი არაფერს არ ვამატებ, თუ რა მიაკლია. გავსინჯავ ან მარილი, ან არაჟანი დავამატებ. დღეს გოგოებო რაღაც ძალიან ბევრი საჭმელების გაკეთება მომიწია. ეხლა ეს კარტოფილი ნამდვილად აღარ უნდა მევთქვნა, მაგრამ რადგან დავთქვენით, უნდა შევწვათ, ხო? გაფუჭდება, აბა რა. გამიფუჭდება, ამიტომ უნდა შევწვა. ჩაიც დაყენებული მაქვს აქ თბილია ესე. ლობიო მოხარში. ეს ლობიო ჩვეულებრივად შეინახება, ხალაც რო შევაზავო, პრობლემა არ არის. აი. ამას სავარაუდოდ ხვალ გავაკეთებ, იმიტომ რომ კარტოფილი მაქვს უკვე დაფუძნილი და ეს უნდა შეიწვას აუცილებლად. და ლობიოც რომ
რაღაცა ფეხზე რაღაცა მჩხვლეტავს. რაღაცა მერჭობა ფეხში. კარტოფილი რომ დავტოვო გაფუჭდება. აი უკვე გაშავდა ნახეთ 1 საათი მაინც იქნება წყალში. და ეს რა ცუდიდან ამაქვს. რა იმითი. და ის არის რა ქვია, რაღაცნაირი გახდა უკვე და გადასაყრელი გამიხდება. ამიტომ მათეც მიირთმევს ჩემი ცხოვრება ბიჭი და შევწვათ. მალე მინდება გოგოებო რაღაცა სიახლეები იცით, გორში ვიყავი ახლა. სულ რამდენი ხანია? არ მიყვარს როცა არ ჩანვარ. რაღაცას რო ვაკეთებ, მე უნდა ვჩამდე. ესე იყოს. ხო და ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური დღე იყო და ძალიან ნერვიული და განვიცადე და ბოლოს მე ვიტირე, რო გვითხრეს, რომ არ მიყავდათ და ჩვენ გვერდზე იქნებოდა და რაზე ვტიროდი და მეც არ ვიცოდი, იმაზე ვტიროდი, ორივეზე ვტიროდი, არ ვიცი რა, გოგოებო, ძალიან ემოციური დღე იყო, ძალიან. და მაგრამ მაინც კარგი იყო. გორის დღე, გორის ვლოგი. ხო და ისე მალე მინდება ეგეთი სიახლეები, რომ გავიდე. კიდე მინდა, თან ზაფხული როა მაგიტომ, თორე ზამთარში ახლა ზამთარში თოვლი, ქარი, ყინვა და სიცივე როცა არის, გარეთ არ გინდა ნახეთ ჩიტები როგორ ჭიკჭიკებენ, გარეთ არ გინდა გასვლა და აბა ესე უფრო კარგად ხო არ ვიგრძნობ თავს, აი ახლო რო იყოთ ჩემთან და ესე გავაკეთო საქმე, აი ეს. მოდით ესე იყოს. ხო და მინდა მეც ხოლმე გარეთ გასვლა, სიახლეები მჭირდება. წიგნზე არავინ არ მომწერეთ, როგორც ჩანს არ იცით ხო ეგ წიგნი გოგოებო. გრძნობიარე ობობა, ესე ქვია. თუ არა და სხვა რამე შევარჩევ, ან მაგას ვნახავ, ის პოინტში შეიძლება იყოს აქ ჩვენ ბიბლიში არ არის და არ ვიცი, ნახვა უნდა. წიგნი არის იაფი. იაფი მოგზაურობაზე ბევრად იაფი ჯდება და ძალიან კარგი ის არის, თუ შენია, თუ მოგეწონა და ანუ რო კითხულობ და აი გძნობ, რომ ძალიან მალე იკითხება. ძალიან მალე გეკითხება, აი შემომეკითხა უცბათო. აი ესეთი თუ არის ძალიან კარგი გართობის სახეობაა ფაქტიურად. წიგნი, მაგრამ ზოგჯერ აფუცალია და უფრო რაღაცა, აი ხა დღეს მაგალითად წიგნისთვის საერთოდ არ მცარო და მე და არც არაფრისთვის მგონი გოგოებო რა. ხან რას ვაკეთებ, ხან რას ვაკეთებ. საღამოთი კიდე მინდა უკვე რომ ცოტა მალე დავიძინო. და წიგნიც რა დროს უნდა წავიკითხო, არ ვიცი, ეს გასვლა იმიტომ მიყვარს, რომ აი რაღაცნაირად გახვა და ვსიო რა, ტოვებ. ეხლა მოალაგებ და დატოვებ სახს და მიდიხარ. და აღარ გაქვს სახში ხო საქმე. საჭმელი აღარ გაქვს დასაკეთებელი და არაფერი. სულ ყველაფერს ხო ცალ-ცალკე ვირეცხავ ჯერ. ეხლაც გავფინე 3 ნაჭერი, თეთრები. რავი, ხან სამჯერ ვთვალ ხოლმე იმას საერთის მანქანას დღეში. ხო და არა მაქვს რა, დრო არ მაქვს საერთოდ. ერთი საყვარელი გოგო არის, უკრაინელი მგონი, ვუყურებ YouTube-ზე.
ხო და ხამაგისთვისაც ამცალია ხოლმე რომ ჩორთო და ვუყურო რომ დადებს ხოლმე ვიდეოს უცბად მაინც შევხედავ ხოლმე გადავახვევ შევხედავ ხოლმე მაინც არ ვიცი მართლა არ მაქვს არ ვაზვიადებ და არ მაქვს დრო მართლა არ მაქვს დრო საერთოდ არ ვაზვიადებ მაგას დილით ადექი მოწესრიგდი პირველ რიგში წესრიგდები რასაც ვუნდები 1 საათი მაინც ეხლა დარბაზში რომ ვერა და ვერ მივახციე და ვერ მივედი ვარჯიშობ სახში მე ვიწებ ვიდეოს გადაღებას ჩემი დღის განრიგი ეგრევე ვიწებ აი ტელეფონს არც ვიგებ ხოლმე მე ხელში დილით დღეს კომენტარებიც არ მქონდა მგონი წაკითხული ისე მოვედი თქვენთან და დავიწყე ვიდეო ხო ვიღებ ვიდეოს გოგო მე ამ ვიდეოს ვაკეთებ ვამონტაჟებ და ვტვირთავ ატვირთვას რომ დავაწები უკვე სანამ აიტვირთება მივდივარ საყიდლებზე მომაქ ვამზადებ და უკვე თან მეორე ვიდეოს ვიწყებ და ზოგჯერ ხოლმე ვიღებ საღამომდე გვიანობამდე ესე არ არის რომ დავიწყო ერთი ვიდეო და მივყვე და მოვჭი როგორც დილის ვიდეო ეგეთია ხოლმე და მეორე არ არის ეგეთი და ფაქტიურად მთელი დღე მე დრო არ მაქვს არაფრის სხვა დანარჩი დღევანდელი დღე იყო და მათ ერთ სკოლაში მივყავს და მომყავს ის ორშაბათიდან პარასკევამდე ეხლა საერთოდ შაბათ-კვირას არ აუშვავს მაინც ცოტათი ვისვენი ერთი წუთით გია მივეკავ და აღარ მიხსოვს რაზე ვლაპარაკობდი მორჩ მოვიგონო გავიხსენოთ აზე საუბრობდი გავიხსენოთ ხო ჩემ იმაზე მთელი დღის გეგმებზე ხო განრიგზე კი ეგრეა მათე რომ სკოლაშია ხოლმე საერთოდ რა საერთოდ დრო არ მაქვს და თუ წავედი და წავიყვანე თან აი მაგალითად მინდა ბაზარში წასვლა ამ ბაზრობაზე და წავიყვანი მათ პატარა ჯერა მათი არის პატარა ძალიან იქნება სიარული აი ძალიან მეტი რო შეიძლება ისე იქნება და იმ დღეს უთხარი რომ მეთქი კალიასკა უნდა გიყიდო და ისე გაბრაზდა ისე ეწყინა მე უთხარი მათე რატო გწინს დედიკო აბა იღლები მეთქი და მეო დიდი ბიჭი ვარო უბრალოდ თუ ეხლაო მეო იმითი ისეთი მაიმუნია მეო იმითი ვიღლებიო ეხლაო რომ ის აღარ მომწონს რა სიარულიო განა სიარულით კი არ დავიღალე უბრალოდ ეს არ მომწონს ხა რამდენი ხანი უნდა ვიარო თუ წამიყვანე სახშიო რომ გავერთო ტელეფონზეო რაღაცა გავაკეთო და ერთი სიტყვით სოწოწუნებს მათე როცა მიყავს და მივდივარ რაღაცა მინდა ვიყიდო არგის ჯობია დავტოვო ნიკას დავუტოვო მამას დავუტოვო და ისე წავიდე არგის ხომე იმიტომ რომ სულ წოწუნებს ხო და მათ ეს რო წამოვსდი 13 წლის ბიჭი რო გახდება და გასაღებს რომ მისცემს დედიკო 14-ის აჰა გასაღებს მიცემ და თვითონ გააღებს კარებს შემოვა როცა უნდა გავა როცა უნდა შემოვა უკვე დიდი ბიჭი იქნება დღეს ნინო მასწავლებელი შემოხდა ველაპარაკი ძალიან მოყვარს ნინო მასწავლებელი და ძალიან კარგი ადამიანია ხო და აქებდა მათეს მათი არ არის სწავლაში ვერ ვიტყვი რომ აი პირველია ნიჭიერია მაგრამ ეცით როგორია გონიერია
მგონია მათე და ნინო მასწავლებელი რო ამას ხედავს მე ეს ძალიან მახარებს. ძალიან მახარებს ეს და ხედავს ნინო მასწავლებელი ამას. ვილაპარაკებთ ეს კარგად. ვერ სააზეპირეთ მაგას. აი რომ მაგალითად მინდოდეს რომ დაიზეპიროს მათე, გაკვეთილი არ დაიზეპირებს. ეგეთი არ არის, ეგეთი ბავშვი. რაც უყვარს იმას სწავლობს რა. რო დავსვა და გუთხრა რომ ეხლა მათე ეს უნდა დაიზეპირო შენ, წაიკითხო 1-30 ჯერ რომ დაიზეპირო არ იზავს მაგას. ლამბუნი გამოვიდა. და რაც უყვარს იმას სწავლობს. არც უნდა ძალიან ბევრი კითხვა და ისა ხოლმე მაგ ყველაფერს რა. დაჯდება, დაწერს მათემატიკაში უცბად, სწორად გამოიყვანს ყველაფერს. ხატვა უყვარს რა. ჩვენ დროს კიდე სხვანაირად იყო რა. მასწავლებლებიც კი შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ხოლმე, გაკვეთილი თუ არ ვიცოდით, გვარცხვენდნენ და დაჯექიორიანი და ესეთი რაღაცები არ გახსოვთ გოგოებო, მე მახსოვს ეგრე. მე მახსოვს ეგრე, მე ორიანებს არ ვიღებდი ხოლმე, მაგრამ მახსოვს დაჯექიორიანი. ჩვენ კლასელებს ეტყოდნენ ხოლმე ზოგჯერ და როგორ შეიძლება. ბავშვები მოსიარულე ნიშნები არ არიანო, რა თქვა, ფსიქოლოგიურია კაცი. ხო, სიტყვით მე მახსოვს, ეგ არის ბავშვისთვის ძალიან დიდი სტრესი და არავითარ შემთხვევაში ეგ არ შეიძლება ეგეთი ლაპარაკი. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი რამე დაიხვეწა, მე ამ ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვაკვირდები, აბსოლუტურად. ჩემთვის არსებობს რომ რაღაცა გამომეპაროს რა. ხედავ, ძალიან მიხარია ნიშნებს რო აღარ წერენ და ეს რაღაცა ესეთი შეფასებები არ არის რა. ჭალებში ვიღაცა 5-ოსანი, ვიღაცა 2-ოსანი და ნიშნების მიხედვით რომ იყოფოდნენ ხოლმე ადრე ჩვენ დროს. ეს ძალიან ცუდი იყო. ბავშვი რაც მოსწონს და რაშიც ვითარდება, იმ ხრივ გაუშვი და განვითარდეს. სპორტზე არ ვჩქარობთ ჯერ, ცოტა ხანი კიდე შევხედავ რომ კარგად ნიკამ საერთოდ არიანა სპორტზე და არ ვიცი რა ხება, ეხლა რო შევხედოთ. ეხლა დაიწყო 2 წელია თუ 3 წელი. ხო, ესე. არ ვჩქარო. თუმცა არაფერი არ მეპარება. მაინტერესებს უფრო მეტად ურთიერთობა გქონდეს კარგი ბავშვებთან, ეზოშიც კარგი ურთიერთობა ბავშვებთან და სკოლაშიც. ეგ არის ჩემთვის პირველი ეგ არის. და ეხლა რო იცოდეთ, ჩვენ ორნაბიჯშიც გავუშვი მარტო და ველოდები რა ვიცი ოდის მო. ჩვენი კარტოფილი შეიწვა გოგოებო, ცოტა ოდნავ ჩაიშალა, მაგრამ ძალიანაც არა. კარტოფილი ყველანაირად გემრიელია, მაინც და სიტყვით მოხარშული, ჩემწვალიც, ჩაშლილიც, ყველანაირად და აი ესე გამოიყურება, მიყვარხარ ძალიან, ყველა გისურვებთ მშვიდობიან, წყნარ და ლამაზ საღამოს, ხვალამდე.